და დღესვე სხვათა შორის საქართველოს პარლამენტში შევა კანონპროექტი ერთჯერადი ამნისტიის შესახებ, რომელიც ამ წესების ამოქმედების პირველ დღეს დაჯარიმებულ ტაქსებს მოუხსნის ჯარიმებს, რომელიც მათ აქვთ გადასახდელი. ზოგადად, რა ვითარება შეიქმნა ტაქსების რეგულირების ამოქმედებიდან დღემდე? დავით მეზღეშვილთან, საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელთან უნდა ვისაუბროთ. მოგესალმებით, ბატონო დავით, მადლობა ჩვენთან ერთად. პირველ რიგში მინდა რომ ეს საერთო პოზიცია გითხრათ, თქვენ რამდენად კმაყოფილი ხართ ტაქსის იმ რეფორმით, რომელიც დღეს უკვე მოქმედებს და რომელიც მომავალში მესამე ეტაპს გულისხმობს ამოქმედების ნაწილში? თავშივე ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ უკეთესი ტაქსი იყო ჩვენი სურვილიც, ანუ არასამთავრობო ორგანიზაციის და ყველა ვიცით, რომ ის რაც იყო, არ არის ახლა ის, ასე რომ ვთქვათ, რაღაც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და ყველას მინდოდა უკეთესი ტაქსი. რაღაცა რეგულირება საჭირო იყო ამასთან? ხო, შესაძლოა. გარკვეული ღონისძიებები, განსაკუთრებით ალბათ კარგი იქნებოდა, რომ კონკურენტუნარიანი გარემო შექმნილიყო, ამაზე ალბათ ვისაუბრებთ. მაგრამ ჩვენ არ ვეძახით რეფორმას ამას, იმიტომ რომ რეფორმას როგორც წესწინი უნდა უძღოდეს კვლევა, ანუ პრობლემის ანალიზი, რა პრობლემა არის, რა უნდა გამოსწორდეს ამ სფეროში. ასევე უნდა უძღოდეს წინ საზოგადოებრივი აზრის კვლევა, ანუ საზოგადოება რა პრობლემას ხედავდა, შემდეგ უნდა იგეგმებოდეს ღონისძიებები, მონიტორინგი უნდა ხორციელდებოდეს, როგორ იგეგმება ეს ღონისძიებები და ბოლოს შედეგი უნდა იყოს გაზომვადი, ხო? ანუ უნდა ვთქვათ, რომ აი რეფორმა ან წარმატებული, ან წარუმატებელი. ჩვენ აი ამ შემთხვევაში არ ვიცით, რისკენ მიდის ეს რეგულაციები, ეს არ არის რეფორმა, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, ეს არის რეგულაციები, რომელიც აი შემოდის რა და ხან რომელი დაინერგება, ხან რომელი. ანუ რაღაც გაზომვადი შედეგისკენ ეს არ ანუ ჯამში რა მივიღეთ, რომ ვთქვათ, ცუდ მდგომარეობაში ამ ძველი ავტომობილი, რომელიც იყო, რომელმაც გადააკრას, თქო, თეთრი ლენტი, ის მას შეუძლია ტაქსით მომსახურება, ვთქვათ, ახალი მანქანას, რომელიც არის მწვანე პირობითად ან ლურჯი არ გადააკრა, მას არ შეუძლია. ანუ ჩვენ მაინც ჩვენთან მოვა ძველი, όμως თეთრი ავტომობილი. ეს ერთი, მაგრამ ეს არ არის ბოლო ეტაპი, როგორც მერიაში თქვეს და ეს არ არის, ასე ვთქვათ, საბოლოო შეჯამება, ხო, ამ რეფორმის. ის წინ რეფორმას ეძახიან თქვენ შეიძლება. ჩვენ დავარქვათ დღეს პირობითად. კი ბატონო, პირობითად რეფორმის გაგრძელდება და მივიღებთ მაღალი ხარისხის, ასე ვთქვათ, მომსახურებას, უკეთეს უსაფრთხოების სტანდარტებს და ასე შემდეგ. მოხდება ავტომობილების რაღაც გაწმენდაც, ალბათ რაღაც რეგულაციების კიდე მუშაობენ. რეგულაციების გარდა აი რა მოაწესრიგებდა ამ ბაზარს? კონკურენტუნარიან გარემოზე როცა ვსაუბრობთ, რა არის ეს კონკურენტუნარიანი გარემო? ხო, როცა ამბობენ, რომ აი ჩვენ საერთაშორისო გამოცდილება გავიზიარეთ, ხო, მე ვერ ხედავ საერთაშორისო გამოცდილებას აქ, იმიტომ რომ ესენი ესე იგი უყურებენ იქ შედეგს უკვე, აი მაგალითად ამბობენ რომში თეთრი ტაქსია, მაგრამ რომში სანამ კი ნამდვილად არის, მაგრამ სანამ თეთრ ტაქსამდე მივიდნენ, რაღაც ეტაპები გაიარეს, ხო, ანუ პირდაპირ ეს ხო არ თქვეს რომ მოდი ახლა თეთრი იყოს და მე გამოვასწოროთ სხვა რაღაცები, ანუ ჯერ გამოსწორდა სხვა რაღაცეები, მაგალითად იგივე ტექნიკური გამართულობის საკითხი და ჩვენ შემთხვევაში ლიცენზიასთან საერთოდ კავშირში არ არის ტექნიკური გამართულობა და აქვე ჩდება კითხვა, მაშინ რასაც ესრიგებს ეს ლიცენზია, ხო? აი ეს მაინც მინდა ვთქვა, რომ რა გამოასწორებდა, შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ეს უნდა იყოს რაღაც ბიზნეს კონკურენტ, რაღაც კარგი გარემო, ერთის მხრივ და მეორეს მხრივ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს კონკურენციაში. ეს შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, თქვენ იმიტომ ამბობ, რომ ფასები სხვადასხვაა, ხო, დაუშვით საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტაქსის, მაგრამ მაინც ასია. როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არის განვითარებული, არის დაუშვით უმაღლესი ხარისხის, არის თავისუფალი ადგილების სამგზავრო, კონდიციონერი სიტყვაზე ტექნიკურად კარგად გამართული, ამ შემთხვევაში შედის კონკურენციაში თავისთავად ცხადია ტაქსებთან და ტაქსებიც ამ დროს ცდილობენ, რომ უკეთესი სერვისი წარმოადგინონ, გასაგებია ძვირი, მაგრამ უკეთესი. ჩვენ რა რეალობა გქონდა, ხო, მოშლილი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ნუ არ ვსაუბრობ ხა ახალ ავტობუსებზე, რომელიც სამწუხაროდ არ არის საკმარისი თორმე მივესალმებით ყოველთვის და საბოლოოდ ქონდა ეს სურათი არაკონკურენტუნარიანი გარემო იყო, ხო? ხდებოდით, ვეტენებოდით, აი პირდაპირ გაგებით საზოგადოებრივი ტრანსპორტს, ეხლა მთლად უარესი მდგომარეობა გვაქვს, კატასტროფული და ტაქსით სარგებლობდით იაფიანი ტაქსით, ხო? და ეს იაფიანი ტაქსი ჩვენ ვაფრთხილებდით მერიას. სხვათა შორის ამ რეგულაციებზე მუშაობა დაიწყო 2016 წელს, როცა ნარმანია იყო თბილისის მერი და მაშინაც და ახლაც ვაფრთხილებდით, რომ ეს იაფიანი ტაქსი
ტაქსი ამჯერად არის თქვენი მოკავშირე, იმიტომ რომ არ ჩანს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ეს პრობლემა ისე მწვავედ და როგორც კი დაძვირდება, გამოჩნდება თქვენ არასამთავრობო სექტორი ხშირად მათ შორის ისინი განსაკუთრებით ვინც ამავე დროს გარემოს დაცვით თქვა პრობლემებზე ხშირად საუბრობს ხოლმე, ამიტომ რომ არ შეიძლება ყველა ავტომობილმა იაროს დედაქალაქში, არ შეიძლება ამდენი ტაქსი დადიოდეს ქალაქში. აი როცა მართალია არ გვაქვს ოფიციალური დოკუმენტი ან რეგულირების თქვა შეფასება რა შეიძლება გამოიწვიოს ამ შემდეგ, მაგრამ აი განცხადებებით რომ მივყვეთ. თბილისის მერიაში ამბობდნენ რომ პირველ ეტაპზე ასე ერთი ხელის მოსმით, სწორედ იმიტომ რომ სოციალურად მოწყვლადი თქვა ჯგუფის წარმომადგენლები არიან ხშირ შემთხვევაში ტაქსის წყობლები, ვერ გაამკაცრებდნენ ისე ტექნიკურ დათვალიერებას, რომ თქვა უდიდეს ნაწილს, იმიტომ რომ ამ ტექნიკურ დათვალიერებითაც მერი არ არის არაფერ შუაში. ხო, ნუ საერთო სახელმწიფო პოლიტიკიდან გამომდინარე ვსაუბრობ, ვერ გაიარეს მაინც, ხო, ტექნიკური დათვალიერება იმ მარტივი ვთქვათ პირობების გათვალისწინებით, რომელიც არის. სამაგერო ტაქსებისათვის შემოიღეს ორჯერ წელიწადში ტექნიკური დათვალიერება. აი რა შეიძლება გაკეთებულიყო ცოტა სხვაგვარად, რომ ვთქვათ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბოლომდე გამოსწორებას არ დაელოდოს ვთქვათ ქალაქი, იმიტომ რომ ეს პრობლემა არის, ხო? და თან ისე რომ არც გზავრებისთვის შეიქმნას პრობლემები და არც ტაქსებისთვის. პირველ რიგში ის კვლევა, რომელზეც მე ვსაუბრობ, რომ დაგვედგინა რა უნდა გამოსწორებულიყო, ზუსტად ამიტომ ამბობ კვლევას, იმიტომ რომ ბევრ ქვეყანას ჰქონდა ეს პრობლემა და დაძლიეს, ხო, მაგრამ მაინც პრობლემები ინდივიდუალურია ხოლმე და უნდა დაგვედგინა ეს პრობლემები, იმიტომ რომ ეს ცვლილებები დაიწყო მაინც მithქმა-მოთქმის საფუძველზე, ვიღაცამ თქვა, რომ აი იშლებოდა გზაში მანქანა, ვიღაცამ თქვა, რომ რაღაც სუნია, ჰიგიენური მდგომარეობა არ მოსწონდა და ასე შემდეგ. ანუ რაღაც თანმიმდევრული გეგმა ამისი არ დასახულა, რაც ცუდია და ტექინსპექტირება ცალკე პროცესია ლიცენზიით ჩვენ მივიღეთ ფერი რეალურად ეხლა სხვა არაფერი და უპასუხისმგებლობა არის ზუსტად ის რომ ასეთ რთულ რეგულაციებს რომელიც ეხება ჯერ ნუ თვითდასაქმებულებს პირველ რიგში მაგრამ მეორე მხრივ თელ საზოგადოებას აცხადებ ესე შეპარვით ეხლა ვიტყვი პირველ ეტაპს ეხლა მე ეს ყველა ეტაპი უკვე დაგეგმილად უნდა გამოცხადებულიყო რომელ წელს რა შევიდოდა ძალაში და რატო იმიტომ რომ თვითდასაქმებული მიხვდეს რომ უღირს ამ სფეროში საერთოდ დარჩენა და ამის გაგრძელება შეიძლება გადის ამ ბაზრიდან საერთოდ ხო და ესეც არ გაკეთდა არ გამოცხადდა ანუ თანმიმდევრობა როცა ჩვენ საუბრობთ ანუ რა არის ყველაზე პრობლემატური აქ არის თანმიმდევრობაა პრობლემატური არ შეიძლება ამ ცვლილებების განხორციელება სანამ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ავტობუსები მოდი ვთქვათ პირდაპირ არ იქნებოდა საკმარისი რაოდენობით ეს არის დაახლოებით 1000-მდე ავტობუსი რომლის ასე ვთქვათ რაოდენობა შეგვიძლია 2-3 წელში არსებობდეს ისედაც შექმნილიყო და მით უმეტეს თუ მიდის ეს პროცესი კი მიდის ეს პროცესი მოგწონს ამაზე მეორეაზე არ არსებობს, მაგრამ ხო, მაგრამ დღეს რა სურათი მივიღეთ, რომ საცობები რატო არ განიმუხდა, ხო, შემცირდა დაუშვათ ტაქსები და საცობები არ განიმუხდა და არც ეკოლოგიური მდგომარეობა ალბათ არ გამჯობესდა. რატომ? იმიტომ რომ მას შემდეგ რაც ტაქსი გაძვირდა, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მზარდნაკადი გაიზარდა, ანუ ზეწოლა ამ ტრანსპორტზე გაიზარდა და ადამიანები ვეღარც იაფიანი ტაქსით გზავრობენ, ვეღარც საზოგადოებრივ ტრანსპორტით და რა მოხდა ის ვისაც ფარახებში ყავდა ავტომობილები და დაუშვათ კვირაში 1-2 დღით იყენებდა და გამოდიოდა, ყველა გახდა იძულებული, რომ ეს ავტომობილები გამოეყვანათ იმისთვის, რომ სახლიდან სამსახურში წავიდნენ. ანუ მივიღეთ უარესი შედეგი. ხო, რაოდენობის შემცირებაზეც ეხლა არ ვიცი, ზუსტად სადმე არის ეგეთი რიცხვი რაოდენობის შემცირება. შეიძლება B კატეგორიაში გადავიდნენ და არ არიან თეთრები და ჩვეულებრივ მოძრაობენ, ასე ვთქვათ, აპლიკაციის გამო. ჯამში A და B-ც ერთად არის დაახლოებით 16000 რეგისტრირებული. ჩვენი მონაცემებით, ოღონდ ეს მონაცემები ძალიან პირობითია და იყო დაახლოებით 40000 ტაქსი სანამ ეს რეგულაციები დაიწყებოდა. ალბათ ვიღაცები გავიდნენ ბაზრიდან, ეს სრულიად მოსალოდნელი ამბავია, მაგრამ ნუ კრიზის მაინც ქმნის ის, რომ შეიძლება ცოტა რაოდენობა ფასი გაიზარდა და აღარ არის ეს ხელმისაწვდომი, როგორიც იყო. ჯამში ხო როგორი სიტუაცია იყო, რომ არჩევანის საშუალებაც იყო მგზავრის ტაქსი მოდიოდა ეს თუ ის მანქანა შენ შეიძლება გაგეტარებინა 5-იან და მე-6 გაგეჩერებინა თუ არ მოგწონდა მისი ვიზუალური მდგომარეობა. დღეს ეს შანსი არ არის. სიმართლედ მეც ვაკეთებდი ხოლმე ასე პირველი რომ კარგი ტაქსი ამერჩია უფრო კომფორტული. მაგრამ ნუ აქ თავარ პრობლემამდე მივდივართ, რომ არ არის თანმიმდევრობა დაცული, ხშირად გაგვიგია ჩვენ ქალაქის მერიისგან, რომ აი პარალელურ რეჟიმში უნდა გავაკეთოთ. მესამე ეტაპზე არ არის პარალელურ რეჟიმში.
თავარი პრობლემა ეს არის, რომ დაასრო ტაქსების რეგულაციას საზოგადო ტრანსპორტის განვითარებას, რამაც გამოიწვია ესაც გამოიწვია. დღეს სადაც ვართ ფაქტია, რომ შეფასება შეგვიძლია რაღაცა ნაწილის. უკვე და წინ კიდევ ერთი ნაწილი არის, რომელიც მათ შორის გამართულობის ხარისხში ამოწმებს უფრო მკაცრად, როგორც თბილისის მერიაში განმარტავენ, წლოვანებაში ამოწმებენ ავტომობილს, ვისაც უნდა ქონდეს უფლება, ან არ ქონდეს ტაქსით სერვისს. აი რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ ფაქტია, რომ ტაქსი იქნება შედარებით ძვირი. ყოველ შემთხვევაში ბაზარი აძლევს ამის საშუალებას ტაქსის მძღოლებს და ამას ვერავინ ვერ შეუზღუდავს და ვერ აუგზავნოს, იმიტომ რომ განსხვავებული ტარიფები არის მათ შორის აპლიკაციით მოსარგებლეებისათვის და ასე შემდეგ, იმიტომ რომ მათ ნაკლები ვალდებულება აქვს და სხვა ბევრი არგუმენტი შეიძლება იყოს. დღეს თბილისის მერიას თქვენი მხრიდან რა რეკომენდაცია შეიძლება გაეცეს, რა შეიძლება გაკეთდეს იგივე მგზავრებისათვის, რომ მათ მოახერხონ და შესაბამისად უფრო იაფად იგზავნონ. იცით, იმდენად რთული რაღაც სიტუაცია გვაქვს, რომ მე მაინც მოუწოდებ თბილისის მერიას გადაეხედა, იმიტომ რომ ეს ლიცენზია არ პასუხობს იმ გამოწვევებს სინამდვილეში, რაც იყო საზოგადოებაში, ხო, კითხვები რაზეც ისმებოდა და ასე შემდეგ. რადგან ეს ტკივნეულს გადაგორებულია, ალბათ ვეღარ გააუქმებდა და ალბათ არ უნდა გააუქმო, იმიტომ რომ რაღაცა ეტაპი გაავლენია. საერთოდ არ უნდა ყოფილიყო რეგულაცია და არა ის რომ რაღაც უნდა ყოფილიყო და ან ერთიანად ყოფილიყო და მე მოუწოდებდი რომ ამ ეტაპისთვის გარკვეულწილად შეეჩერებინა ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ჩვენ დამსხდარიყავით ყოველს გადაგვიხედა საერთაშორისო გამოცდილება საერთაშორისო გამოცდილება არ არის მხოლოდ ფერი ტაქსის და იქ არის უამრავი სხვა კომპონენტი და მოუწოდები რომ ეს გაიკეთებინა იმიტომ რომ ყველა სხვა ცვლილება რომელსაც აპირებს და სავარაუდოდ ეს იქნება ასაკის შეზღუდვა როგორც ჩვენ ეს თბილისის მერიის მხრიდან უკვე გაჟღერდა ტრანსპორტ საქალაქო სამსახურიდან იცით ჩვენ ვიყავით მაშინ 2016 წელს ჩართულები ამ ჯგუფში რეალურად ის ეტაპები რაც მაშინ შემუშავდა მიდის როგორც მაშინ იყო და მაშინ ჩვენ ქონდა წინააღმდეგობა გარკვეული პუნქტების მიმართ, აი მაშინ ვითხოვდით რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა განვითარებულიყო ჯერ. ფერი მაშინ იყო ფერიც ეწერა ოღონდ არ მახსოვს რომელ ეტაპზე ზუსტად, მაგრამ ეწერა ფერი, ეწერა ასაკის შეზღუდვა სატრანსპორტო საშუალების და შეიძლება იყოს 0-დან 5 წლამდე სიტყვაზე განისაზღვროს და ყველა სხვა გავიდეს და ვეღარ განახორციელოს ეს მომსახურება. ანუ ტაქსი საზოგადოებრივი კი ტაქსი შეიძლება გახდეს უკეთესი, რა თქმა უნდა, შეიძლება ეს გახდეს უკეთესი რეგულაციებით, სიმკაცრით, რაღაც ჯოხით და ასე შემდეგ, მაგრამ საბოლოოდ აი გამიყოლესი არ იყოს და შმაქსის არ იყოს და კიდე სხვა პროგრამების და ძალიან შემოქმედებითი ხალხი ვართ ესეთ სიტუაციებში, ვერ დაარეგულირებ. გამორიცხული ამბავი, იმიტომ რომ ეს ხო არ არის ან თვითმიზანი ან ქუჩაში რომ დადგეს ტროტუართან, ხო ვიღაც შეგიჩერეთ, მაინც შეგეკითხება და წაგიყვანთ, ხო? მე მგონია რომ პირიქით გამიყოლე არ არის კონკურენციაში ტაქსებთან რეფორმასთან, იმიტომ რომ ეს ნიშნავს ზუსტად იმას, რომ აი გარემოსთან დაკავშირებითაც თუ სხვა ბევრ თემასთან დაკავშირებით ეს ერთგვარი გადაწყვეტა არის. მე სრულიად კარგ კონტექსტში ვთქვი და პირიქით შექების თვალსაზრისით ვთქვი და მეგიტომას თქვი რომ შემოქმედებით ხალხი ვარ რომ თუმცა არის საშუალებები რომ ამ რეგულაციებს აუქციო გვერდი როგორც ყოველთვის იქნება თუ არ იქნება ჯანსაღი კონკურენცია შანსი არ არის უბრალოდ რომ სიმკაცრით დარეგულირდეს ეს იმიტომ რომ კომუნისტებზე მკაცრი არავინ არასდროს არ იყო და ტაქსების რეგულაციას ესე იგი რომ როგორ აკეთებდნენ და ეს ყვითელი ტაქსები მე მახსოვს არ ვიცი თქვენ მეგონი პატარები ხართ მაგრამ მაშინ იყო ის რომ გვერდზე ჩაგივლი და ჩვეულებრივი ავტომობილი გაგიჩერებდა რომ იცოდი რომ 5 მაინათად უნდა გემგზავრა წესით იმ ტაქსით და მრიცხველით სამმანეთად მიდიოდი თავისუფლად. იგივეა ეხლას დავდგებით და იგივე მოხდება ყოველთვის. რატომ? იმიტომ რომ შესაძაც არ არის ჯანსაღი კონკურენცია, შესაძაც არ არის ასე ვთქვათ არჩევანის დიდი საშუალება, ყოველთვის ასე ხდება. მარტო ამის ჩაკეტვით ესე, ხო? შანსი არ არის ამის დარეგულირების. ამიტომ ჩვენ მოუწოდებთ თბილისის მერიას, რომ სხვათა შორის ნარმანეზოს ვიყავით ჩართულები და უწევდით წინააღმდეგობას ბევრი რაღაც იქნა გათვალისწინებული მაშინ, მაგალითად ითხოვდნენ ასამართლეობას ზღოლის და რაღაცა ჩვენ გქონდა ჩვენი პოზიციები და ახლა როცა ეს საკითხი დადგა მას შემდეგ ბატონი კახა არის მერი არასამთავრობო ორგანიზაციები ამ განხილვაში საერთოდ არ ყოფილა. ჯამს შეჯამებისკენ რო წავიდეთ, თან ბევრ დათმობაზე წავიდა მაინც მერია, ხო? ანუ როდესაც საინციდენტო ჯგუფი შეიქმნა მძღოლების, რაღაც დათმობებზე წავიდით, მარჯვენა საჭიანები იყო, ორკარიანი ავტომობილები იყო, თეთრი ფერის ნაწილში იყო, რომ გადაკვრა იქნებ შეიძლებაოდეს და ეხლა რა ტიპის დათმობებს ელოდება? იცით რა, წავიდა იმიტომ, რომ როდესაც საუბრობენ საერთაშორისო გამოცდილებაზე, მგონი თავადაც კარგად იციან, რომ კი შეიძლება კიდევ ერთხელ მივიღოთ საბოლოო
ვსარგებლობთ რაღაც ტაქსი, რაღაცნაირი. მაგრამ იქამდე მისასვლელი გზა არასწორად არის დაგეგმილი და ეს არის მთავარი პრობლემა და იმიტომ წავიდა დათმობაზე ერთი, მეორე მხრივ პროტესტის შიში, რა თქმა უნდა. არსებობს კი, იყო გარკვეული პროტესტი, თუმცა არც ესეთი ძლიერი და რაღაცა ორგანიზებული, იყო რაღაც პრეტენზიები გამოთქმული, რომელსაც ნუ სურათი არ შეუცვლია. მთავარი ამოსავალი წერტილი დღესაც, ხვალაც და ზეგაც იქნება ის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს ყველაფრის ალტერნატივა, ყველაფრის ტაქსისა და ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ სულ რამდენიმე წუთის წინ თბილისის მეტროში გადაღებული ფოტოები და ბოლო კითხვას დაგისვამთ პარალელურ რეჟიმში, ვიდრე დაგემშვიდობებით. ნუ პრინციპში მეტრო ყოველთვის გაატვირთული იყო, ამაზე კახკალცის არგუმენტიც მოვისმინეთ, რომ ესენი ერთმანეთთან კავშირში არ არისო. თქვენი პოზიცია, ანუ მეტროში არ ჩადის ტაქსის მომხმარებელი იყო, დაახლოებით ასეთი კომენტარი. სად არის სად მიდის მაშინ ეს გზა თანაკათი? სამწუხაროდ ქალაქის მერს არ აქვს სწორი წარმოდგენა და ეს არ არის მისი ბრალი პირდაპირ და გულწრფელად მინდა ვთქვა, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ, რომ იგივე ავტობუსების ნაწილში ძალიან ცდილობს, ხო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არის მის პრიორიტეტებში, ეს ძალიან კარგია, მაგრამ აი სამსახურები და მთავარი უპასუხისმგებლობაც ის არის, რომ ამხელა რეგულაციები აკეთო იმ სამსახურებთან ერთად, რომელსაც ტაქსთან არასდროს შეხება არ ქონია, გარდა იმისა, რომ თუ უმგზავრია, ხო, არანაირი შეხება ტაქსების მართლობას რაღაც მენეჯმენტთან არ ქონია და ეს სამსახურები აკეთებენ რჩევებისაც ეს სამსახურები აძლევენ. ეგ არის ყველაზე დიდი საშინელება. როგორ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ტაქსის ესე იგი კლიენტი არ სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რას ბრძანებთ? ეს არის წარმოუდგენელი რაღაცა. მით უმეტეს, როდესაც ესე იგი იაფიანი იყო ტაქსი, ხო, რაღაც გარკვეული პერიოდი და მაგალითად მიკროავტობუსის ტაქსის ფასი რაღაც ცოტა გარდამავალი ფასი. კი, როგორ არა იაფიანი ტაქსთან ახლოს იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფასების და სარგებლობდნენ და ახლა მით უმეტეს, ანუ ვინც იაფიანი ტაქსით სარგებლობდა, ეხლა გონიათ მერიაში დავუშვათ ტაქსის კლიენტი სხვა არის. არა, ეხლა ის კლიენტი გახდა საზოგადოებრივი ავტობუსის კლიენტი მეტროს. რატო? იმიტომ რომ სამლარიანი ტაქსი როცა გახდა 8 ლარი ყველას ხო გზავნაკადი გაიზარდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. აი ეს ფოტოში თქვენ რაც აჩვენეთ და ეს იქნება ყოველდღე, მაგრამ სანამ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იქნება საკმარისი რაოდენობით, თუმცა მთელი ეს ვინც იყო მოკავშირე თბილისის მერიის და ეს იყო იაფიანი ტაქსი, რეალურად ჩაწყდა ეს კონტაქტი და ხაზი, შესაბამისად უმეტესობა მგზავრების გადაერთო საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და პლუს გამოიყვანეს ავტოფარეხებიდან კერძო ავტომობილები, რომელიც შეიძლება კვირაში ერთხელ ან ორჯერ გამოყავდათ. ყველას დღეს ძალიან მარტივად გადაადგილებს შესაძლებლობას და მშვიდობიან მგზავრობას გისურვებთ. ნუ ეს თემა უცბად გაგრძელდება. დავით მესხიშვილი იყო დღეს ჩვენი სტუმარი საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი და მადლობა მას.